ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ზღაპარს დიდებისთვის სიყვარულზე. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოწონების შემთხვევაში გააზიაროთ. ზღაპარი სიყვარულზე. იყო და არა იყო რა, იყო ჩამრთველი. პატარა, შავი და ბრტყელი. ნათურა იყო, დიდი, ნათელი. ჩაცმული მშვენიერ მოდურ აბაჟურში. ჩამრთველს ის შეუყვარდა. მას ძალიან მოსწონდა, რომ ის ხან აინთებოდა და ჩანდა მხიარული და უზრუნველი. ხან ქრებოდა და ჩანდა ჩაფიქრებული და ნაზი. ჩამრთველი ძალიან დარდობდა. ნათურა ეკიდა ოთახის ცენტრში. ჩამრთველი კი იყო კუთხეში, საიდანაც შეეძლო მხოლოდ ოხრა. ნათურა თვალს უკრავდა, მაგრამ ერთად ყოფნა მათ არ შეეძლოთ. ფანჯრის მინა იყო არანაირი. მას ვერავინ ამჩნევდა. უყურებდნენ თითქოს მას, მაგრამ საუბრობდნენ სხვა რამეზე. ფანჯრის მინაზე არავინ ამბობდა კარგს. მარტო ბრაზობდნენ, ამბობდნენ, რომ ის ისევ ჭუჭყიანია. იყო საწყენი და გასაბრაზებელი. ფანჯრის მინა ნათურის შორეულ ნათესავად ითვლებოდა და მას ნათურის ბედი უფრო ნათელი ეჩვენებოდა და მისი შურთა. ერთხელ ფანჯრის მინამ თქვა: მომისმინე, მეგობარო ჩამრთველო. ჩამრთველი და ფანჯრის მინა არასოდეს მეგობრობდნენ, მაგრამ როდესაც მინა რაიმე არასასიამოვნოს ამბობდა, ხშირად იტყუებოდა. მომისმინე, მეგობარო ჩამრთველო, შენ იცი მაინც ვისზე ოხრავ? იცი, რომ ნათურას უშენოდ სიცოცხლე არ შეუძლია? ჩამრთველს ძალიან გაუხარდა და თან შეეშინდა. შენ ხო მისი მეფე ხარ და mbრძანებელი. ფანჯრის მინა აკანკალდა ხელვისგან. ხშირად ხდება ასე, როცა უნდათ რაიმე არასასიამოვნო გააკეთონ, ღელავენ. თუ შენ მოინდომებ, ის გაანათებს. არ გენდომება, ჩაქრება. ის შენი მოსამსახურე და მონაა. შენ კი მასზე ოხრავ და დარდობ. გაკვირვებისგან ჩამრთველი წავიდა თავის თავში. გამოირთო და ნათურა ჩაქრა. რა მითხარი? როგორ შეგიძლია მას ასე უწოდო? გამოვიდა მდგომარეობიდან ჩამრთველი და ნათურა აინთო. დარწმუნდი? სიხარულით აზანზარდა ფანჯრის მინა. ეს სიმართლეა. ეს სიმართლეა? შენ ჩემზე ხარ დამოკიდებული? კითხა ჩამრთველმა ნათურას. მართალია. ამოიოხრა ნათურამ და გაბაცდა. ახლა შენ შეგიძლია დამცინო. ახლა შენ მიხვდი, როგორ ვარ შენზე დამოკიდებული და სიყვარული გადაიქცევა მონობად. რას ამბობ? გაეღიმა ჩამრთველს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბედი გვაკავშირებს და ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებთ. როცა მოინდომებ, მხოლოდ თქვი და აინთები ნათელი შუქით. დაიღლები, დაისვენებ. მე ვიქნები შენი შუქის მცველი და დარაჯი. აისულელი, გაუწყრა ფანჯრის მინა. ასე ხშირად ხდება, როცა არაფერი აქვთ სათქმელი, ბრაზობენ. ეს ნათურა
არასოდეს გადაიწვა. ყველას უყვირდა, რა დიდხანს ანთია ნათურა, რამდენი ხანი ძლებს. გარშემო არავინ იცოდა, რომ ეს ნათურა უყვართ. ეს იყო ჩვენი ზღაპარი სიყვარულზე. მოგწერეთ, როგორ მოგეწონათ, ვისთან გააკეთეთ იდენტიფიკაცია, რომელ გმირთან, რაზე დაგაფიქრათ, რა აზრები გაგიჩნდათ ამ ზღაპრის მოსმენის შემდეგ. დაგვიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ.